კიდევ ერთი ამბავი მთავრობის ხდომიდან, როგორ იზრუნებს სახელმწიფო მიუსაფარ ბავშვებზე. იუსტიციის სამინისტროს ინიციატივამ მთავრობამ უკვე დაამტკიცა. დღეს მოქმედი კანონით ვერ ხერხდება იმის გარკვევა, საიდან მოდის ბავშვი და ის არის თუ არა საქართველოს მოქალაქე. არ არსებობს არც სტატისტიკური მონაცემები. რა შეცვლის თეა წულუკიანის წარდგენილი ინიციატივა გვანცა კოპლატაძემ გაარკვია. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები, რომლებიც აქამდე ოფიციალურად არსად ირიცხებოდნენ უკვე დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის თანახმად, მიუსაფარის სტატუსსაც შეიძენენ და საქართველოს მოქალაქის ყველა უფლებით ისარგებლებენ. საქართველოს კანონში შემოვა ახალი ცნება, მიუსაფარი ბავშვი. ამ სტატუსზე მიბმული იქნება მთელი რიგი საჯარო სერვისებისა. შესაბამისი დოკუმენტაციის არ ქონის გამო მიუსაფარ ბავშვთა უმეტესობა ვერც განათლებას იღებს და ვერც იმ უფლებებით სარგებლობს, რაც ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს კანონით ეკუთვნის. დღეს მოქმედი კანონმდებლობით იუსტიციის სამინისტროსთვის მიმართვა მხოლოდ მშობელს ან მეურვეს შეუძლია. მათ არ აქვს მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტები, ანუ რაც დაკავშირებულია მათ დაბადების მოწყობასთან, პირადობის მოწყობასთან. ბავშვი ვერ იღებს მშობლებისაგან სათანადო განათლებას, დოკუმენტაციას და სხვა იმ სერვისებს, რაც გათვალისწინებულია მათი ასაკის და მდგომარეობის ბავშვებისათვის. ახლა მიუსაფარ ბავშვებს უკვე სოციალური მუშაკები დაეხმარებიან. სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლება ეძლევა იუსტიციის სამინისტროს ბავშვებისთვის დოკუმენტაციის გაცემის თხოვნით მიმართოს. ბავშვების თავისთავად სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკის ერთ-ერთი საქმიანობა იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში ესენი არიან ბავშვები, რომელთაც მშობლებსაც და მათ წინათაობებსაც არ აქვთ მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტი და ამიტომ იყო რთული. გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელის თქმით, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა უსახლკარო და ობოლ ბავშვთა აღრიცხვის საშუალებას იძლევა. სტატისტიკა ამ დრომდე არ არსებობს. სტატისტიკის არარსებობა კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ პრობლემაზე, რის წინაშეც ვდგავართ. ვერ ხდება ამ ბავშვების რაოდენობის დათვლა. გამოდის, რომ ისინი არიან უხილავი სისტემისთვის. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელსაც გადაჭრის კანონპროექტი. მიუსაფარი ბავშვები ცვლილებების ამოქმედების შემდეგ დოკუმენტებს უფასოდ მიიღებენ, რაც მათ საშუალებას მისცემთ მიიღონ განათლება, შემწეობა და ჩაერთონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებში.